ქრისტეს მიერ საყორელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ მაცხოვრის ჯვარცმა ვითარცა გზა საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამ თემას ეხება სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეულის კვირა დღის სახარება და ეს არის სახარება, რომელიც იკითხება ჯვართამაღლების წინა კვირას. ანუ ჯვართამაღლების დღესასწაულამდე კვირა დღეს ყოველთვის ეკლესია გვახსენებს ჯვარცმის საიდუმლოებას და კიდევ ერთხელ გვაძლევს აი ამ სახარებისეულ იმ ასე ვთქვათ მონაკვეთს გვთავაზობს, რომელიც სწორედ აი ამ ჯვარცმის თემას ეხება. ამიტომ ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ, ამ სახარებას წავიკითხავთ, მაგრამ მანამდე სანამ ამ სახარებას წავიკითხავთ, მინდა ასევე გაცნობოთ, რომ წელს მე-15 სულთმოფენობიდან მე-15 შვიდეულის კვირა დღე დაემთხვა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს და ამდენად ორი სიტყვით შევეხებით ჯერ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ხოლო შემდეგ ჯვართამაღლების წინა ასე იგი კვირის საკითხავს, რომელიც ჯვარცმის საიდუმლოს ეხება. ანუ პირველ რიგში, როგორც ვთქვით, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, დამდეგს გილოცავთ და უნდა გავიხსენოთ ეს ისტორია, თუ როგორი იყო ღვთისმშობლის შობა. ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა გამორჩეული სულიერების ადამიანები იყვნენ. ისინი იყვნენ დავითის დავით წინასწარმეტყველის ტომიდან და მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი ძალიან დიდი ოჯახური, შეიძლება ესე ითქვას, ტკივილი, რაც შეიძლება ითქვას, რომ გარდა იმისა, რომ ეს იყო უშვილობა, ანა იყო ბერწი, ანუ უნაყოფო, გარდა იმისა, რომ ეს ოჯახისთვის ყოველთვის არის ესეთი დიდი ტკივილი, უშვილობა, ამას ემატებოდა ის, რომ უშვილობა ითვლებოდა მისი ნიშნად, რომ აი ოჯახი რაღაც ისჯება თავისი ცოდვებისათვის და ყოველთვის როცა რაღაც ასეთი პიროვნებას, ოჯახს რაღაც დიდი განსაცდელი ჰქონდა და ეს ერთ-ერთი უდიდესი განსაცდელი იყო უშვილობა, ასე აღიქმებოდა, რომ ეს არის სასჯელი ცოდვებისათვის და იყვნენ ადამიანები, რომელნიც ესეთი მოურიდებლად უსვამდნენ ხაზს, რომ აი იოაკიმეს და ანას უშვილობა ეს მათი ცოდვების ბრალია, რომ ესეთი შეიძლება ითქვას უპატივცემულობასაც კი გამოხატავდნენ და რაღაც ესეთი მათ მიმართ ესეთი მოურიდებელი იყო ეს დამოუკიდებლობა, როგორც აი რაღაც ცოდვილ ადამიანს ასეთი კაცრად რომ შეაფასებდა, კაცრად რომ მოექცევი, როგორც ძიმე დამნაშავეს. აი ესეთი იყო
და ასეთი საეკლესიო გადმოცემაც არის, რომ როდესაც იოაკიმე ერთ-ერთ დღესასწაულზე მივიდა, რომ სხვერპლი შეეწირა, დელმსახურმა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ იოაკიმე ოჯახი უშვილოა და იგი ცოდვილია და მის შესაწირავს ღმერთი არ შეიწირავს. აი ესეთი მძიმე იყო მათი ყოფა, რის გამოც მეუღლეები მეტად დამწუხრებულნი იყვნენ და რასაკვირველია ისინი ხშირად განსაკუთრებულად ევედრებოდნენ ღმერთს, რომ აი ღმერთს მათთვის შვილი მიცა. ისინი უკვე საკმაოდ ხანდაზმულები იყვნენ, მაგრამ აი არ კარგავდნენ მაინც სასვეებას, რომ ღმერთს შეეძლო მათთვის შვილი მიეცა და მართლაც აი ამ გამწარებულ იოაკიმეს, რომელიც ასევე ევედრებოდა ღმერთს და შემდეგ მის მეუღლეს ანას ისინი სხვადასხვა ადგილას იყვნენ, როდესაც მათ გამოეცხადათ უფალი და უთხრათ, რომ მათ შეეძინებოდათ შვილი და რომ ეს შვილი იქნებოდა აი სწორედ კაცობრიობის ცხოვნების აი ამ გზაზე უდიდესი მისიის აღმასრულებელი. ნუ მართლაც ამ გამოცხადების შემდეგ ანა მუცლად იყო ნაყოფი და შემდგომად რასაკვირველია აი ამ ორსულობისა მოევლინა კაცობრიობას ღვთისმშობელი, რომელსაც უნდა გამხდარიყო დედა ღვთისა. თავისთავად მოვლინება ღვთისმშობლისა იყო აუცილებელი პირობა, რომ განკაცებულიყო იესო ქრისტე, ანუ ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული სიწმინდის ადამიანი, რადგანაც მხოლოდ დიდი სიწმინდის პიროვნებას შეეძლო მუცლად ეღო ეს ასეთი განკაცებული ღმერთი. და აი როგორც უკვე აღნიშნეთ, გამორჩეული სულიერების ადამიანებს მიეცათ პატივი, რომ გამხდარიყვნენ მშობლები იმ პიროვნებისა, რომელიც შემდგომ გახდებოდა დედა ღვთისა. აი ამ ამბავში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ განსაცდელი, როდესაც ადამიანებს უფალი დაუშვებს განსაცდელს, განსაცდელი ჟამს არასოდეს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ სასვეება, რომ განსაცდელი ჩვენ უფალი რაღაცისთვის უშვებს ამ განსაცდელს, გვამზადებს სულიერად გვამაღლებს, სულიერად გამწვენს და გვამზადებს რაღაც სიკეთისათვის, რომელიც ღმერთს სურს ჩვენთვის და აი ეს სასვეების შენარჩუნება ბოლომდე, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად ეს სასვეება დაგვირგვინდება აი ამ უფლის წყალობით, უფლის შეწევნით და რაც უფრო დიდია განსაცდელი და რაც უფრო დიდია აი სწორედ შეურყეველი სასვეება, აი მით უფრო დიდია წყალობა ღვთისა, ამიტომ უფალი ხშირად გვაფრთხილებს და წმინდა წერილი, რომ აი არ უნდა შევორგულდეთ, როდესაც ჩვენ ამა თუ იმ ცხოვრებისეულ ვითარებაში სულიერად თუ ფიზიკურად ჩვენ ძალებს აღემატება ეს ტვირთი, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ აი ეს რაც ჩვენ ძალებს აღემატება უფლის შეწევნით შეიძლება დაიძლიოს და ამიტომ აი
შეუორგულებელი სასოება, შეუორგულებელი სარწმუნოება, აი ესეთი ბოლომდე მტკიცე და მყარი სარწმუნოება ყოველთვის გამოიღებს ნაყოფს. ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს, განსაკუთრებით დიდია ღვთისმშობლის წყალობა ქართველერზე, რადგანაც ღვთისგანგებით მას დაევალა ქართლის მოქცევა და მისი მფარველობა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და აქაც მინდა ვთქვა, რომ სწორედ ღვთისმშობლისადმი, ღვთისა და ღვთისმშობლისადმი სასოებამ გადაგვარჩინა, მოგვიყვანა დღემდე და თუ იყო ჟამი, როცა ჩვენ მძიმე დღეები ჰქონდა, აი სწორედ ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო აი ამ სასოების შემცირება, რწმენის შესუსტება ღვთისადმი და აი ამიტომ ისევ და ისევ დღესაც საქართველოს რომელმაც გამოიარა რწმენაში შერყევა, სასოებაში ასეთი მერყეობა, დღესაც აი ისევ ჩვენ უნდა აღვიდგინოთ ეს შეუორგულებელი რწმენა, აღვიდგინოთ ეს სასოება და აუცილებლად ჩვენი განსაცდელი დასრულდება ღვთისწყალობით, კეთილი იქნება ესეთი ნაყოფი ჩვენი რწმენის სიმტკიცისა, ჩვენი ურყევის სასოებისა. ეხლა რაც შეეხება ჯვართამაღლების წინა კვირის სახარებას, როგორც უკვე ვიმსჯელით, ვისაუბრეთ ამის შესახებ, ეს იკითხება ჯვართამაღლების წინა კვირას, ეს ემთხვევა სწორედ სულთუნფენობიდან მე-15 შვიდეული ამჯერად ასე დაემთხვა და ჩვენ დავიკითხოთ ეს ტექსტი სახარებისა, ეს არის სახარება იოანესი მე-13-დან მე-17 მუხლის ჩათვლით. და არავინ ახდა ზეცად, გარდა რომელი იგი გარდამოხდა ზეცით ძეკაცისა, რომელი არის ზეცათა შინა. ეს არის პირველი მუხლი, მე-13 მუხლი. აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ ეს ადგილი ეს არის საუბრის ნაწყვეტი ფარისეველთა მთავართან ნიკოდიმოსთან. ეს სინედრიონის წევრი იყო, ანუ სინედრიონი მაშინ იყო როგორც თანამედროვე პარლამენტი, ანუ ისინი იყვნენ ქვეყნის მმართველები და ფარისეველი იყო, როგორც ესია ეს ელიტარული ფენის აბსოლუტური უმრავლესობა უნდობლობას უცხადებდა იესო ქრისტეს, მაგრამ იშვიათი გამონაკლისებიც იყო, როგორც ესეთ აი ამ ელიტარული საერო ფენის საერო დასის წარმომადგენელთა შორის, ესე სასულიერო დასის წარმომადგენელთა შორის და აი ესე იგი ამ შემთხვევაში აი ეს ნიკოდიმოსი არის აი ამ სწორედ ამ იშვიათ გამონაკლის ეკუთვნის, იგი მიდის იესო ქრისტესთან ღამით, რატომ ღამით? იმიტომ რომ არავინ არ დაინახოს, რადგანაც თუ ვინმე გაიგებს, რომ იგი იესო ქრისტესთან მიდის და რაღაცნაირად ასეთი გამოხატავს მის და მე პატივისცემას, რასაკვირველია, იგი მის მიმართ ესე ვთქვათ, გამოვლენილი იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება, როგორც არაერთხელ აგვიღვნიშნავს, ელიტარული ფენა ძალიან
დიდ ემუქრებოდა ყველას, ვინც იესო ქრისტეს აღიარებდა როგორც წინასწარმეტყველს, როგორც ღვთის ძალით მოქმედს და ამიტომ ხალხიც ასე თავისუფლად ყოველთვის ვერ გამოხატავდა აი ამ თავის რწმენას. და პირველი სიტყვები, რითაც ნიკოდიმოსი მიმართავს, რომ აი ჩვენ გვწამს, რომ შენ ხარ მოძღვარი ღვთისგან მოვლენილი, შენი სწავლება არის ჭეშმარიტი და შენი საქმე არის დაფუძნებული ღვთის ძალაზე, ანუ ღვთის მადლზე. აი ამას ეუბნება ნიკოდიმოსი, ასე იწყება მისი საუბარი, ანუ იგი აღიარებს იესო ქრისტეს როგორც ღვთისგან მოვლენილს, ღვთის მადლით მოქმედს და ამის შემდეგ მაცხოვარი იწყებს საუბარს სულიერ შობაზე, ადამიანის შობაზე, რომ ადამიანი უნდა იშვას მეორედ, ანუ სულიერად და რასაკვირველია უკვე გადადის საუბარი იმაზე, რომ აი ყოველმა ადამიანმა უნდა თავის თავში ძველი ადამიანი, ანუ ცოდვილი ადამიანი უნდა ღვთის შეწევნით, ღვთის დახმარებით უნდა გარდაქმნას ახალ ადამიანად ღვთის მადლის საფუძველზე მიიღოს აი ეს განახლებული სული და იშვას მეორედ. ანუ სულიერი დაბადება მოხდეს ადამიანისა. აი ამ თემაზე საუბრობენ, მაგრამ ამის შემდეგ მაცხოვარი გადადის აი ის მუხლი, რაც ჩვენ წავიკითხეთ, რომ არავინ არ არის არავინ ახდა ზეცად, ვერავინ ვერ ავაზეცად, გარნა ის, ვინც ზეცით გარდა მოხდა. ძე კაცისა, რომელ არს სათაშინ. ანუ ესე იგი ნიკოდიმოსი აღიარებს მას როგორც ღვთის რჩეულს, როგორც ღვთის ჭეშმარიტ ღვთის მიერ წარმოგზავნილ ჭეშმარიტ მსახურს, მისი ძალით მოქმედს, მაგრამ მაცხოვარი ეუბნება, რომ ზეცად, ანუ აი ხომ სულიერ შობაზეა ლაპარაკი, რომ ვერავინ ვერ იშვება, ვერავინ ვერ ავა ზეცაში, თუ იგი ზეციდან არ გარდა მოხდა. ანუ თუ ის ზეციდან არ ჩამოვიდა, ისე ზეციდან თუ არ მოხდა, ესე იგი ჩამოსვლა პიროვნებისა, ისე პიროვნება ზეცაში ვერ ავა. და მხოლოდ ისავა ზეცაში, ვინც ზეციდან გარდა მოხდა, ანუ ლაპარაკია იმაზე, რომ აი ზეცაში ასვლა ამ შემთხვევაში იგულისხმება სწორედ ეს მეორე ჩობა, ოღონდ ზეცაში ასვლა არის აი სწორედ აი ესე იგი ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ სასუფეველის კარიბჭე დაიხურა ადამიანებისთვის, ანუ ზეცის კარი დაკეტილია და ვერავინ ვერ ავა, აი ამ ვერავინ ვერ გახსნის ამ კარებს, გარდა იმისა, ვინც ზეციდან ჩამოვა, ანუ გარდა მოხდება ზეცით. და ვინ არის ეს? ეს არის ძე კაცისა, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც არის სათაშინა. რას ნიშნავს ადამიანი? არის სათაშინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ადამიანი, რომელშიაც არის შეერთებული ადამიანურ ბუნებასთან ღვთაებრივი ბუნება, ანუ განკაცებული ღმერთი. ანუ ფაქტიურად ნიკოდიმოს ეუბნება, რომ იესო ქრისტე არის განკაცებული ღმერთი. ამის შემდეგ მუხლში ასეთ რამეს ვკითხულობთ. და ვითარცა იგი მოსე აღამაღლა გველი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ არ სამაღლება ძისა კაცისა, რათა ყოველსა, რომელსა წმენეს იგი არა წარწმდეს,
არამედ აქ უნდეს ცხოვრება საუკუნე. აი მას შემდეგ რაც უკვე ეუბნება ნიკოდიმოსს, რომ ძეკაცისა არის ცათაშინა, რომ ძეკაცისა გარდა მოხდა ზეცით, ანუ ზეციდან ჩამოვიდა მიწაზე, ანუ ზეციური, ესე ვთქვათ, ბუნების მატარებელი ჩამოვიდა მიწაზე და მიიღო სახე ადამიანის, ანუ განკაცდა და ამით პირდაპირ ლაპარაკობს თავის ღვთაებრივ ბუნებაზე, რის გამოც მაცხოვარს, ესე ვთქვათ, ღვთის გმობას აბრალებდნენ, მაგრამ თავარი ჩვენთვის ის არის, რომ თუკი ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი, ქადაგებელი, რომ მისი სწავლება არის ჭეშმარიტი, აი სწორედ თავად იგი თავის შესახებ გვეუბნება, რომ იგი არის ძე კაცისა, რომელიც გარდა მოხდა ზეცით და რომ ამავე დროს უკვე მას შემდეგ რაც იგი განკაცდა, იგი კვლავაც არის ცათაშინა, ანუ არ დაუტოვებია ზეცა, იგი არის განკაცებული, ანუ მასში არის ღვთაებრივი ბუნება უცვლელი და ასევე ეს ღვთაებრივი ბუნება არის შეერთებული ადამიანურ ბუნებასთან, რომელიც ასევე არის უცვლელი. ანუ შეურევნელია ეს შეერთება, არ ხდება დამცრობა არც ღვთაებრივი ბუნებისა და არც ადამიანური ბუნებისა. განუყოფელია ეს შეერთება და ამავე დროს შეურევნელი. ანუ ორივე ბუნება სრულყოფილად ინარჩუნებს თავის თავს ამ ერთ პიროვნებაში. აი ამის შემდეგ ჩვენ წავიკითხეთ სიტყვები, რომ ვითარცა მოსემ უდაბნოში აღმახლა გველი, ასევე მოხდება ამაღლება ძისა კაცისა. როგორც ძველი აღთქმიდან ჩვენ ვიცით, მას შემდეგ რაც ღმერთმა გამოიყვანა ეგვიპტის მონობიდან ებრაელი ერი და მოჰყავს აღთქმულ მიწაზე, გზაზე ებრაელი ერი ხშირად ვარდება დრტვინვაში, ანუ ვერ უძლებს განსაცდელებს და გამოხატავს სამდურავს ღმერთის მიმართ, ესე იგი არის ასეთი სიტყვები ბიბლიაში, რომ ღმერთი ეუბნება ისრაელს, ნუ ბუზღუნებთო, აღარ შემიძლია თქვენი ბუზღუნის მოსმენა, დავიღალე თქვენი ბუზღუნის მოსმენითო. ანუ ეს დრტვინვა, ეს ესე ვთქვათ, მცირედ მორწმუნეობა, ეს შეორგულება ძალიან დიდი ტკივილია ღმერთისათვის. ტკივილია იმიტომ, რომ ღმერთი ადამიანს ეხმარება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი რწმენა მტკიცია, ურყევია, მისი სასოება შეუორგულებელია. და როდესაც ღმერთი ხედავს, რომ აი ამდენ სიკეთეს ადამიანები უსურს რომ მიანიჭოს და ადამიანები აი ამ სიკეთეს მიღებისთვის ხშირად არ არიან მზად და ფაქტიურად კარგავენ აი ამ წყალობას, ამ მადლს და შეიძლება 1000 განსაცდელი შეემთხვეთ, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთს სცილდება, ეშმაკი ახერხებს მასზე ზეგავლენის მოხდენას და ღმერთის წუხს იმის გამო, რომ ადამიანებმა შეიძლება დაკარგონ ეს წყალობა და ესე დროს უფალი განსაცდელებს მოულენს ისევ და ისევ რისთვის, არა იმისთვის, რომ შური იძიოს მათზე, რომ ისინი ღმერთს, ასე ვთქვათ, უპატივცემულობას გამოხატავენ ღმერთის მიმართ, რომ ისინი შეურაცხყოფენ ფაქტიურად ღმერთს, ეს რწმენის შერყევა ნიშნავს ღალატს, ესე იგი მის ყოვლად კეთილი ბუნება, მის ყოვლად კეთილ ბუნებაში ეჭვის შეტანას, მის ჭეშმარიტებაში, მის სიყვარულში ეჭვის შეტანას, მის ყოვლის შემძლეობაში ეჭვის შეტანას და ეს ეჭვი, ეს ფაქტიურად ღალატია.
ღალატია იმისა, ვინც ამას არ იმსახურებს და ეს სასჯელი იმისთვის კი არ არის, რომ აი ღმერთს შეურაცხყვეს და ღმერთი ახლა განრიცხდა და მათ ზის. არა, ეს სასჯელი ისევ არის მწარე წამალი, საკურნებელად სულისა და რაშია ეს კურნება? აი ადამიანები აი ამ განსაცდელებში უცებ გზნობენ თავის სულიერ და ფიზიკურ უძლურებას, უსუსურებას და ისევ ღმერთს მიმართავენ. აი ამისთვის არის განსაცდელი, რომ კვლავ სასოებაში გამტკიცდეს, კვლავ ისევ ღმერთს მიმართოს და არ მოსწყდეს მას და ამ ცოდვებში არ დაინთხას. და რა ერთ-ერთი ასეთი განსაცდელი მოულინა ღმერთმა, რომ უდაბნოში შხამიანმა გველებმა და ეს მათი სიიდან უცებ გამრავლდა ეს შხამიანი გველები და დაგესლეს იუდეველები რის გამოც მრავალი ესე ვთქვათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა და ესეთ გმინვაშია უკვე მთელი საზოგადოება, მრავალი ადამიანი უკვე დაგესლილია და ღმერთი ეუბნება მოსეს, რომ აღამაღლე სპილენძის გველი გამოსახე ძელზე და აღამაღლე ძელზე გველი და უთხარი იუდეველებს, უთხარი ებრაელებს, რომ ყველა ვინც შეხედავს აი ამ გველს იმ რწმენით, რომ ეს ღმერთმა როგორც საკურნებელი საშუალება გამოუგზავნა ისრაელს, ყველა ვინც დაიჯერებს, რომ ეს ღმერთისგან არის საშუალება კურნებისა, განიკურნება. და მართლაც აი ამ განსაცდელში მყოფი ერის ასე ვთქვათ ხრიდან ხდება აი ამ დიდი სასოების კვლავ დამყარება ამ ძელზე ამაღლებულ გველის მიმართ და ის ინკურნება. და აქვე წერია, რომ აი ასევე მოხდება ამაღლება ძისაკაცისა. ანუ როგორც ესე იგი გველის ანუ ამაღლებულმა ძელზე ამაღლებულმა გველმა გველის მიმართ ასე ვთქვათ რწმენით შეხედვამ განკურნა ადამიანები, ასევე იესო ქრისტეს ჯვარცმული ქრისტეს მიმართ რწმენით მყოფი ადამიანები ამ შემთხვევაში განიკურნებიან არა ფიზიკური სნეულებისაგან, არამედ განიკურნებიან სულიერი სნეულებისაგან, რასაც ქვია სულიერი სიკვდილი, დასნეულებული, ესე იგი სული, ცოდვებით დამძიმებული სულისგან განთავისუფლდებიან და მარადიულ ასე იგი საუკუნო ცხოვრებას ეზიარებიან, ანუ მარადიულ ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ. აი ეს იყო ეს აღმართული ძელზე ამაღლებული გველი იყო წინასახე მარცხოვრის ჯვარცმისა და აი სწორედ ამას ეუბნება ნიკოდიმოს მაცხოვარი, რომ როგორც გველის აი ამ უფლის მიერ ამ საშუალებამ გველის ამაღლებამ ძელზე განკურნა ისრაელი, აი ახლა მაშინ ეს იყო ფიზიკურად და ეს იყო წინასახე სულიერი კურნებისა, რომელსაც მოუტანდა მაცხოვრის ჯვარცმა. მაცხოვრის ჯვარცმა მოუტანდა ამ კურნებას და რომ აი ძეკაცისა იმიტომ გარდა მოხდა, რომ განკურნოს ცოდვებისაგან გაანთავისუფლოს ისრაელი და არა მარტო ისრაელი, მთელი კაცობრიობა და გაკვალოს გზა კვლავ გაუხსნას ბჭე სასუფეველისა და თავადაც ესე იგი ავიდეს ზეცაში და აი ადამიანებს გაუხსნას ზეცისკენ კვლავ მიმავალი გზა,
ანუ ეს იქნება გზა ცხოვრებისა. შემდეგ მუხლებში ვკითხულობთ ესე იგი რამე თუ ესრეთ შეიყვარა ღმერთმა სოფელი ესე ვითარმეთ ძეცათვისი მოსა მხოლოდ ჩობილი მას რათა ყოველსა რომელსაც წმენეს იგი არა წარწმდეს არამედ აქუნდეს ცხოვრება საუკუნო. აი ამ საიდუმლოს ახსულებით ხდება კაცთა გამოხსნა და ყველა ვინც იწამებს აი ამ ესე იგი ჯვარცმულ იესოს როგორც მაცხოვარს ყველა დაიმკვიდრებს ცხოვრება საუკუნოს და აი თვითონ ეს ფაქტი რომ მხოლოდ შობილი ძე ანუ სამების მეორე წევრი ძე ღმერთი განკაცდა რომ ასეთი სვერპლი გაეღო აი ეს არის ნიშანი უფლის უდიდესი სიყვარულისა კაცობრიობისადმი რომ კაცობრიობის როგორ უყვარს ღმერთს კაცობრიობა რომ თავისი მხოლოდ შობილი ძე აი ასეთი ტანჯვისათვის ასეთი სიკვდილისათვის ასეთი მსხვერპლისათვის გაიმეტა ანუ აი უფალი აი ასეთი დიდია სიყვარული რომ ასეთ მსხვერპლზე მიდის უფალი და აი ყოველი რომელიც იწამებს რომ ეს ჯვარცმა არის სიყვარულის ნიშანი ჩვენი ცხოვნებისათვის არის აღსრულებული ამას იწამებს მას ექნება ცხოვრება საუკუნო ანუ იგი განთავისუფლდება მარადიული სიკვდილის ტყვეობიდან და გადავა მარადიულ ესე იგი სიცოცხლეში ანუ საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებს და ბოლო მუხლი რამე თუ არა მოავლინა ღმერთმა ძეთვისი სოფლად რათა დასაჯოს სოფელი არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ რომ ძე ღმერთის მოვლინება ემსახურება არა ღმერთის მიერ კაცობრიობის დასჯას არამედ ემსახურება ადამიანების საუკუნო ცხოვრებაში პირიქით დასჯისგან აი დასჯილები იყვნენ ადამიანები ცოდვის ჩადენის გამო და აი ამ დასჯისგან რომ გაანთავისუფლოს კვლავ და დააბრუნოს საუკუნო ცხოვრებაში რომელსაც ისინი მიიღებენ მის მიერ ანუ იესო ქრისტეს მიერ აი აქ კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული რომ ღმერთი იესო ქრისტეს საშუალებით უხსნის გზას კაცობრიობას საუკუნო ცხოვრებისაკენ რომ სწორედ მისი მსხვერპლით მისი ჯვარცმით და აღდგომით იხსნება ზეცა თავისუფლდება კაცობრიობა ცოდვებისაგან ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იწამებს რომ იესო ქრისტე არის მოვლენილი და რომ ისი ჯვარცმა და აღდგომა არის აუცილებელი პირობა კაცობრიობის ცოდვათაგან განთავისუფლებისა სიკვდილის ტყვეობიდან განთავისუფლებისა და საუკუნო ცხოვრებაში მათი დაბრუნებისა და დამკვიდრებისა აი ეს არის ამას ეუბნება ნიკოდიმოსს რომ დაინახოს ნიკოდიმოსმა რომ იესო ქრისტე არის არა უბრალოდ დიდი წინასწარმეტყველი და თუნდაც მესია რომ იგი არის განკაცებული ღმერთი რომელიც თავისი ჯვარცმით და სიკვდილით თავისი სიკვდილით ჩვენ გვაბრუნებს სიცოცხლეში თავისი ტანჯვით ჩვენ განთავისუფლებს ტანჯვისაგან და
ანიჭებს საუკუნო ცხოვრებას. აი ეს არის მთავარი, ესე იგი, შინაარსი აი ამ სახარებისა, რომელიც გვამზადებს ჯვართამაღლების დღესასწაულისათვის და რა არის ჯვართამაღლების დღესასწაული, თუ არა ის, რომ პატიოსანი და ცხოველსყოფელი ჯვარი უფლისა, ეს არის მაცხოვნებელი საშუალება კაცობრიობისა და რომ ჯვართ ამაღლება ეს არის იმ პატიოსანი და ცხოველსყოფელი ჯვრის თაყვანისცემის ესე იგი თაყვანისცემის დასაბამის მიცემა, რომელიც შეუძლებელი იყო პირველი 3 საუკუნის განმავლობაში, რადგანაც ჯვარი მაშინ წარმართული იყო რომის იმპერია და ჯვრის თაყვანისცემა შეუძლებელი იყო, იგი მიწაში იყო დამარხული და აი მოხდა რა ამ მიწაში დამარხული სიწმინდის მოპოვება და ამაღლება, ანუ მისი თაყვანისცემის ასე თქვათ, უკვე სრულყოფილი დასაბამის მიცემა დასაბამისა ამ სრულყოფილი თაყვანისცემისა ეს ნიშნავს, რომ აი სწორედ პატიოსანი და ცხოველსყოფელი ჯვრის მადლით ეკლესია გამოდის აი ამ საშინელი სამსაუკუნოვანი ჯვარცმიდან და იწყება მისი შეიძლება ისე ითქვას აღდგომა. აი ეს არის ჯვართამაღლების დღესასწაულის მთავარი შინაარსი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ჯვარცმა სიკვდილი იყოს პირობა აი ჩვენი გამოხსნისა და ამიტომ ჯვრის პატიოსანი და ცხოველსყოფელი ჯვრის თაყვანისცემის ასეთი უკვე დაწყება ეკლესიაში ამ სიწმინდის მოპოვება ნიშნავს ეკლესიის ახალ საფეხურზე გადასვლას მის ესე იგი აი ამ უმძიმესი სამსაუკუნოვანი ჯვარცმის დასრულებას და აი ეკლესიის სრულყოფის გზაზე ახალ საფეხურზე გადასვლას. შეგვეწიოს პატიოსანი და ცხოველსყოფელი ჯვარი უფლისა და ასევე კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს. ღმერთმა მოგცეს მტკიცე და შეუორგულებელი სარწმუნოება უფლისა, ჩვენი მაცხოვრისა და როგორც უკვე აღნიშნეთ, რაცა უნდა მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, არ უნდა დავკარგოთ რწმენა და არ უნდა შეიღეს ჩვენი სასოება ღვთისადმი, რაც იქნება საწინდარი კეთილი ნაყოფისა და ჩვენი სულიერი სწორედ აღდგომისა და ამაღლებისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ. ჩვენთან არს ღმერთი.